ეთერისთვის, მაგრამ დღეს ფორს მაჟორში გამოვნახეთ დრო იმისთვის, რომ დაგელაპარაკოთ ძალიან სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით. რა უნდა ვთქვა, ვარ ჩვეულებრივ ემიგრანტი, ცხოვრობ იძულებით პოლიტიკური დევნილი ვარ ჩემი ქვეყნიდან, იმიტომ რომ ვერანაირად ვერ შევეგუე ჩემი ერის გაუბედურებას და ამოვიღე ამაზე ხმა და ეს ყოფილა პრობლემა და წასული აგერ 4000 კილომეტრის იქეთ გულახდილად გეტყვით, რომ დღეს აქ უფრო უყურებ ქართველი ერის გაჭირვებას, საცოდაობას, უბედურებას, ყველა შეიძლება არ არის აქ პოლიტიკური მოტივებით გადმოსახლებული, მაგრამ ურთულესი ცხოვრება აქ ქართველ კაცს და ქართველ ადამიანს. მე ძალიან გთხოვთ, რომ თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვოთ, დამიდასტუროთ თუ გესმით ჩემი კომენტარებში დაწერეთ ეს ყველაფერი და ძალიან მინდა რომ ყველას გითხრათ, რომ იქნებ რამენაირად შევეცადოთ, რომ გავაზიაროთ ეს ვიდეო ლაივი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც არ სურს დღეს საქართველოში სიმართლის ლაპარაკი, რადგან განსაკუთრებით ეს არ სურს საპატრიარქოს და გეტყვით, ეხლა რაშიც არის საქმე, მთავარი მოტივი რა არის ჩემი დღეს ამ ვიდეო ლაივის გაკეთებისა არის ის, რომ ტელეფონი ვერ დავამაგე. ვიღაცა, ესე იგი, ყანდურის ლაქია, ვიღაცა რამინა ბესაძე გამოდის და ესე იგი ლაპარაკობს, რომ ახლა აგიხსნეთ, იქნება ჩავამაგრო ეს ტელეფონი. ხო, გამოდის და ლაპარაკობს იმას, რომ აი თურმე ჩვენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გამო ურთულეს გზას გავდივართ, მოდი ხელში ავიღებ რა პირდაპირ რამენაირად არ დამაგრდა და ეხლა რა ვქნა, რა ვიცი. როგორ რა გავაკეთო, ურთულეს გზას გავდივართ, ხო? ჩვენ ყოფილვართ პრობლემა და ჩვენ ყოფილვართ ეკლესიის მაგინებლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეჩი იცოცხლე ამათ აქ ძალიან დაფილტრული, წინასწარ დარიგებული, ამას თავის გონია რა ქვია მოძღვარი და ამდენ ხალხთან მიმართებაში გვაფურთხებს ჩვენ რა ცუდი ადამიანები ვართ. და ეხლა რატო ხდება ეს ყველაფერი? თქვენ კარგად მოგეხსენებათ ყველას, ვინც ხართ ეხლა, ვინც აქტუალურად ხართ ჩართული და უყურებთ ამ მოვლენებს. ქვეყანა არის დაქცევის პირას და დაქცევის პირას როგორ უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაში ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩემთვის რაც ხდება საპატრიარქოში, ესაა ჩვეულებრივი ვაჭრობა ქართველი ერით, ქართული სულიერებით, ქართველი ერი არის დაფანტული 2.800.000 კაცი არის ემიგრანტად ქცეული ქვეყნიდან. და თქვენ რო განახათ ემიგრაციაში აქ ქართველი კაცი რას გადის და როგორია მისი ბედი სამშობლოში, მისი ბედი შეიძლება რა ის ვისაც არ გაუცდია ეს რა დევნა ქვეყნიდან და სვის ქვეყანაში მოხვედრა, ჯერ მარტო ყველაფერს რო თავი დაანებო ენის ბარიერთან მიმართებაში ყოფნა, მეორე სოციალურ ვითარებაში უბედურად ყოფნა, საკუთარ მიწას მოგლიჯილი ქართველები. ესე მარტივი გადმოსაცემი არაა და ბევრი ჩემნაირი და ჩემზე ბევრად განათლებული კაცი ამას ვერ გადმოსცემს ადამიანები. რა თქმა უნდა, ყველაფერი ამის შემხედვარე ყველაზე მეტად მივიჩნევ, რომ პრობლემა არის დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის თვალთმაქცობა, რასაც ჩადის საპატრიარქო. ხელისუფლების მოყვარეობა და ზნედაცემულობა და ქრისტეს მორალის წინააღმდეგ სიარული. ბევრჯერ მithქვია ეს, რომ ყანდურები, მათი სახელები არის ყანდურები, ყოველთვის ასე მოვიხსენიებ მე იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს ეფინებიან ფეხქვეშ პირადი კეთილდღეობის და პირადი სიკეთეების მისაღებად. მე არ ვიცი ახლა ეს ტიპი სრულიად სიტყვის მნიშვნელობით პატივი დავდე და რამოდენიმე წუთი შევძელი მისი ეგრე ერთსაათზე მეტი ბოდიალის მოსმენა და აქედან ნამდვილი გითხრათ აზრი გამოვიტანე ის, რომ ეს არის როგორ გითხრათ შეფუთული რაღაცნაირად ღმერთის სიყვარულით მოსაუბრე კაცის ენა, რომლის უკანას დგას საპატრიარქოში მთავარი კარდინალი ჯაღმაიძე და ჩვენ გამოვყავართ ეშმაკებად, სატანებად და თურმე აი ევარო ეშმაკმა აცდუნა ისეთი ენა გვაქვს თურმე და ჩვენ ღუპავთ ქვეყანაში ყველაფერს იკეთეს და აი ჩვენი ბრალია რო ერი იმყოფება ამხელა უბედურებაში, ჩვენი ბრალია ის რომ 800 ბავშვი კვდება უკვე სიმშილით, ეს 300 იყო ადრე გაეროს მონაცემებით, ახლა 800 გახდა. და ესენი ეს გახრწნილი ღორი შვილები, ანაფორაში გადაცმული გველები მართლა
მილიონებს შოულობენ, ზოგი ხელისუფლებას მედიატორად უდგება თავის ცოლს, რომ საყანე მიწები და ტყეები გაუფორმოს იქ და რა ვიცი, მე რანაირ ბარტერს აკეთებენ, ეს მოვლენები საერთოდ არ არსებობს თურმე და ამას ამ ყანდურთ მადიდებელს მე მისი სახელიც არ მინდა ბევრჯერ ვახსენო, თურმე პრობლემად შექმნია ის, რომ რაღაცა ეთყობა იმაში წავაწყდი ამ სოციალურ ქსელში დიდად კომენტარების წერით არა ვარ გამორჩეული, მაგრამ ვთქვი, რომ ნუ ამ შალიკოს უძახი მე ამას რა, ამ ჩვეულებრივი პეტრე რო ყავდათ იმაში საპატრიარქოში, აი იმის ანალოგი ვარიანტია და გეტყვით ეხლა რატომაც, იმიტომ რომ სამეგრელოს მიმართულებაზე საპატრიარქოს ჭირდებოდა ესეთი ელემენტი შექმნა, იმიტომ რომ ის ჩახსნეს, ის პეტრე გადაიბირა ნაციონალურმა მოძრაობამ და ჭირდებოდა ეხლა პეტრე 2 და ახალდეს ეს ტიპი ოღონდ შალიკო ქვია, რა განსხვავება არაფერი არ არის, დაბალი ინტელექტი, ჩვეულებრივი ხელისუფლების რუპორი, აბა თქვენ ახლა რა გონიათ იმედის ტელევიზიაზე ვიღაცა ნოეს გადაცემაში, ნოეს მრავალცოლიანი ნოეს ვიღაცა გადაცემაში, სადაც პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, პარტიის თავმჯდომარეები და ესე პროპაგანდონები ხვდებიან იმისი რა ქვია ხელისუფლების ვიღაცა შალიკოს დასვამდნენ და ნუ იქ რა ილაპარაკა რომ თითქოს ეშმაკი ყურები დაიჭირა და ეშმაკი ნახა და ამის კომენტირებას ნამდვილად არ შეუყვები, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია ესეთ უინტელექტო სამღვდელო ეგრე ჭყალებში სამღვდელო პირებთან მიმართებაში ლაპარაკი, იმიტომ რომ მართლა მიჭირს ამის ატანა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დაცემული არის აი ესეთი უინტელექტო ადამიანების დონეზე. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც იყო ყოველთვის ქრისტეს იდეის მატარებელი, სამეცნიერო კულტურის დონის წარმომშვები, მე ახლა მეცნიერთა ოჯახში ვარ დაბადებული და გაზრდილი და მაქვს ზუსტად ის წარმოდგენა ჩემს ქვეყანაზე, ჩემი ქვეყნის კულტურულ რელიგიურ ღირებულებებზე, ზუსტად ვიცი, რასაც ვეხები და რანაირადაც ვეხები. ახლა მე ნამდვილად არავისზე არ ვაპირებ აქ ზეგავლენის მოხდენას, რომ ციტირებები გავაკეთო, იმითი რა ქვია, ქართული მართლმადიდებლური თუ ჰაგიოგრაფიული ცხოვრებიდან, მაგრამ ყველაზე მეტი მიუღებელი რა არის ჩემთვის, იცი? აი ეს iPhone 15 რო გაუჩნდა უცებ ხელში ისეთ მამაოს, როგორც არის შალიკო, ამის გამправებელი დგას ვახტანგ გორგასლის ძეგლის ქვემოთ და იქედან გადმოსცემს ლაივს, ეთყობა ვიღაცამ უთხრა რომ აქედან რო გააკეთებ ლაივს, რომ მეტი შთამბეჭდავი არისო და ვიღაცა კითხვას უსვამს და გაიარე შენთვის ამცალია ახლა აქ ჩვენი დისკრედიტაცია გასაკეთებელი და ხო უნდა გააკეთოს ამა ჩვენი დისკრედიტაცია. აი ნამდვილად გეტყვით, გულახდილად გეტყვით ამას, ოღონ ეს მამა შალვა ეგრეთ წოდებული ბჭყალებში მამაო, რომელიც ღარიბაშვილს ულოკავდა ერთ ადგილს, სრულიად სიტყვის მნიშვნელობით იმ ღარიბაშვილს, რომელიც ქვეყანაში ახდენდა ცდილობდა ყოველ შემთხვევაში და მქონდა ამის მცდელობა, რომ ნარკოტიკული საშუალებები დაელეგალიზირებინა, ახლა დღეს გამოდის და ბასიანთან მიდის იქ და ყველას გვეუბნება, რომ 19 წლის გოგო მოკვდა და რა ცუდია და პარაკლის ჩავატარე, რა ხა იქ მიდიხარ, რაღაცა იმას ურტყამ, დრაკონს კუჩი ურტყამ, თუ მაგარი ბიჭი ხარ, წადი და დაარტყი, ეგერ ვისაც იცნობ. ქართული ოცნების ნაგვებს პირდაპირ თავში დაარტყი დრაკონს, მაგრამ ამან ხო უნდა ითამაშოს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე და ეხლა ხო ეს ღარიბაშვილი ჩაწიეს გვერდზე და ეხლა მოვიდა კოპახიძე, რომელიც არის პირდაპირ ლიბერალური მიმართულების ადამიანი, ასე ყავს მოთამაშეთ მოყვანილი ივანიშვილს და ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ უნდა განეიტრალდეს ქვეყანა ამ რელიგიური ღირებულებებიდან და ამიტომ შალიკომ გადაწყვიტა ეხლა დაინტრიგება ნაძირალა ხელისუფლების იქედან საიდანაც წოვდა სისხლს და წოვს კიდევაც საპატრიარქოს სისხლს ქართველებს და სენტიმენტებშია გახვეული, ამათ თამაშებშია მთელი ერი გახვეული. აი იქ მივიდა, იმიტომ რომ ბასიანთან ამდენი ხანი ვინ გაკავებდა, ეგ რომ ისულიყავი, თუ შენ გინდოდა მისვლა, თუ შენ გინდოდა, თუ შენ პროტესტი გქონდა მაგისი. საერთოდ მე ახლა არ მინდა ვიღაცა იმას შალიკოს გამправებელ ყანდურის გამправებელ ბლოგერს გამოყვი აქ ლაპარაკში, მაგრამ გულახდილად გეუბნებით ამას, მე გული მტკივა, აი ესეთ შედარებებს რო ვაკეთებ და ესეთ რაღაცას წამოეხევა ხოლმე საცუდავი ქართველიერი. ესენი აინტრიგებენ ხელისუფლებას, ეს საპატრიარქოელი ძაღლები სრულიად სიტყვის მნიშვნელობით, აი ესეთი ძაღლები ქრისტემ რომ დაარბია, ბიბლიაში რო წერია, წიხლით რო გამოყარა იმიდან სინაგოგიდან, იმით ჩემიო მამის სახლი საბაჭრო ცენტრად გადაგიქცევია და ზუსტად ესეთი ყანდური ძაღლები არიან ესენი. კაიაფას ეკლესიის წარმომადგენლები არიან და აინტრიგებენ ხელისუფლებას ხალხის ინტერესებით, ხალხის სენსიტიური გრძნობებით მოვაჭრეები ეს ანაფორაში გადაცმული ნაძირლები და
ამ სიმართლეს როცა ვიტყვით, ხო, და გამოვალთ და ვიტყვით კიდევაც ამ სიმართლეს, იმიტომ რომ როდესაც მე ამ არა ვარ ახლა 2 დღის ბავშვი რო არ ვიცოდე ვინ არის, რაც ვაგვირდები ამ შალიკოს ეგრეთ წოდებულ ტრაკის თამაშს, ეგ არის პუტჩისტებთან, კვლელებთან, ეროვნული ხელისუფლების ტყუის მსროლელებთან, როგორიც იყო კობა კობალაძე და სხვა ნაძირლები ყოველთვის აი ამ სასტავთან მარანჟირებდა რა, ვინც მოახდინეს საქართველოში გადატრიალება ეროვნული ხელისუფლების. ჩვეულებრივ ის ნაძირალა ეს ეგენი ერთი შაიბა, უბრალოდ სხვადასხვა სხეულში განთავსებული სარკომები არიან, გამოდიან იქ და იმას ვითომ აქციებს მართავენ და ნუ ახლა ის ცალკე თემა აბასიანთან რა სპექტაკლი დადგა ამან. მე სპექტაკლს უძახი, იმიტომ ამას არანაირი რეალური შედეგი არ მოყვება. ძალიან კარგად იცის საპატრიარქომ რომ იხოცება საქართველოში ხალხი ნარკოტიკით, უამრავი მღვდელი, უამრავი ეგრეთ წოდებული სასულიერო პირი ჩართული არის ამ პროცესში, თვითონ იღებენ აზერბაიჯანულ ეგრეთ წოდებულ ფორას, საიდანაც შემოდის ნარკოტიკი, იმიტომ რომ თვითონ ესენი არიან საპატრიარქოს წარმომადგენლები გარეული ქართული ერის კულტურით ვაჭრობაში, აი დავით გარიჟერო სიტყვას არ იღებენ, არც იღებდნენ და არც ახლა არ იღებენ, იმიტომ რომ აზერბაიჯანული ბენზოლით ივსება მათი ჯიპები და მე არ ხვდები თემიდან თემას, მე მივყვები რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასამარო და პასუხი გავცე ამათ ეგრეთ წოდებულ ტრაკის თამაშებს. და აი ესეთ ნაძირლებს თურმე არ მოწონთ, რომ აი ესეთი შეხედულებები მაქვს, ესეთი პოზიციები მაქვს და ასე შემდეგ მე ვლაპარაკობ გველისენით და შალიკო ლაპარაკობს პირდაპირ ღმერთიდან მოცემული სიტყვით, ხანდახან განკაცებული ღმერთი შეიძლება იყოს ეს მართლა პერტაყვანისცემელი ნაძირალა ეს და გამოუშვა ვიღაცა ეს გამოსირრებული, ამაზე ხა გონია მე იმას დაუწყებ, რა ქვია, ფერებას დაუწყებ და დამდგარი გორგასლის ძეგლის ქვევით იქიდან გადმოსცემს და სახანს დომენიკ მანგოს მადარებს და იმას მადარებს და იმას მადარებს. ეხლა მე აქედან ვიტყვი გასაგები ენით რა, ძალიან მოკლედ და ძალიან გასაგებად. ამ ხალხმა თავისი ქვეყნის ისტორია რო იცოდეს და კარგად რო იცოდეს სხვათა შორის, პირველ რიგში ალბათ ვახტანგ გორგასლის ძეგლის ქვემოთ არ დადგებოდნენ, იმიტომ რომ მე არ მინდა ახლა ჩავიძირო ისტორიაში, მაგრამ ვახტანგ გორგასალი იყო ზუსტად ის კაცი, ვინც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია და რაც დაუჯდა ეს იცით, საკუთარი აღმზრდელი, ვინც იყო გორგასლის იმის ინტერესების წინააღმდეგ რო წავიდა ერის ინტერესების გულისთვის და ბიზანტიასთან კავშირით მოახდინა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვება, რო დაუჩოქა თავის აღმზრდელ სასულიერო პირად იჯდა ის უმთავრეს სასულიერო პირად მაშინ საქართველოში ვახტანგ გორგასალს ერის მსახურებისთვის და ქრისტეს მსახურებისთვის ქართლის ცხოვრებაში ასე წერია, რომ პირდაპირ კბილებში უთავაზა წიხლი და სისხლი წასკდა მეფეს და კბილები ჩაამტვრევია. მე არ გავაგრძელებ ამ ისტორიას, ვისაც აქვს ამის ინტერესი, უნდა წაიკითხოს ქართლის ცხოვრება, მაგრამ აი ამ ნაძირლებს მინდა აქედან უთხრა, აი ამ შეგროვილ ნეხუს მინდა აქედან უთხრა, თქვენ საზიზღრებო. ჯერ ერთი ხომ არ გეჩვენებათ შემთხვევით, რომ ძალიან დიდ თამაში შედით და ძალიან ხომ არ გეჩვენებათ ის, რომ აი ამ საზოგადოებამ და ამ ხალხმა დაკარგა აღქმის უნარი. არ დაუკარგავს და ძალიან მარტივი მოცემულობის გამო. აი ახლა ვისაც თქვენ იყენებთ იმის გულისთვის, რომ დაამყაროთ საპატრიარქოს რეჟიმი, ისედაც გაუბედურებულ საზოგადოებაზე და ამ ხელისუფლებისგან მოიპოვოთ იმაზე მეტი კვოტა თანხის, რაც გეკუთვნით, ესენი არის პირდაპირ ახლა თურმე მე ყოფილი ვარ მლანძღველი ვიღაცების აქ და მორგოშიაზე რომ ვლაპარაკობ სიმართლეს ეს ყოფილა თურმე მიუღებელი ვიღაცა ყანდურთ მადიდებელი გამოსირებულისთვის, ფალავანდიშვილზე რომ ვამბობ, რომ ფალავანდიშვილი არანაირი მორწმუნე კაცი არ არის და ეს არის ჩვეულებრივი მილიონერი მევახშე, მაკლერი და ნაძირალა, ეს ყოფილა თურმე მიუღებელი, გინახია თქვენ მევახშისგან, მაკლერისგან და ნაძირალისგან ღვთის და ერის საქმის კეთებას, მე მინახია ეს ხალხი მოქმედებაში და რაც მინახია ეს არის ის, რომ ამ ჩვეულებრივ გრძნობებს, ეროვნულ ინტერესებს ყოველთვის ესენი იყენებდნენ საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის. ახლა მორგოშია ვინ არის? მორგოშიასთან სახში ვარ ნამყოფი, მორგოშია და მორგოშიასნაირები ჩემნაირ ხალხს ეძებდნენ, აინტერესებდათ ჩემნაირი ხალხის სიტუაცია. მე მეგონა ესენი წესიერი
ადამიანები იყო დრო გულახდილად გეტყვით. ესენი ყოფილან გათახსირებული ტიპები. და როგორც კი შევხედე ეს და როგორც კი ვნახე და რეალობაში აღვიქვი და რა თქმა უნდა მე ამათთან კონტაქტში არჩევდი, იგი იმ დღიდან გავხდი მიუღებელი, თუ ვიღაცის გადმოცემით კი არ ვიცი მე ვიღაცა ნაძირალა მორგოშია ვინ არის. მე მინახია ეს ადამიანი ვინ არის, კაცო, ესაა ხელისუფლებასთან გარიგებული ბოზი ჩვეულებრივად რა. ხო და რატო უნდა იყოს ჩემთვის ასეთი ადამიანი მიღებლა სიმართლის ლაპარაკი? რატო უნდა იყოს ჩემთვის ცოდვა? მე ვერ გავიგე ეს. რატომ? იმიტომ რომ ეგ სანდრო ბრეგაძე, რომელიც იყო მისი შვილის ნათლია, პირველი დაარტყა ზურგში დანა იმის გულისთვის, რომ ხელისუფლებისთვის ტრაკი მიეცა, მოეწყო ეგრეთ წოდებული აქციები და ამ აქციებში აიღო ფული და საკუთარი ნათლია, შვილის ნათლია გადააგდო. და ეს ჩემი თვალით ვნახე, კაცო, მე ვიღაცის მოყოლა კი არ მინდა. და მე იყო მორგოშია, მე ზუსტად მე მეუბნებოდა, ოღონ ჩემთან წამოდი ჩემ გრუპაში და ასე იქნება და ისე იქნება და აბა ღამე როგორ გითენდება, აბა როგორ გიღამდება და აბა რამდენი მოგცე და რამდენი გჭირდება და ასე შემდეგ. მე ვიღაცის ლაპარაკი კი ამჭირდება, აგერა ლაჟა ამირეჯიბი და კონკრეტულად ერთი მაინტერესებდა, სანამ გაგრძელდებოდა ეგ ლაპარაკი რა. და უშიშროების ერთ-ერთი კალონკა, რომელიც არის თბილისში, იქ ხდებოდა ჩვენთან საუბარი და შეხვედრა, მაინტერესებდა ეს ყველაფერი სადამდე წავიდოდა. და სადამდე წავიდა ყველაფერი, იცით, ჩემ თავდასხმამდე, ლამის მონკლეს და მერე მორგოშიას მამაოები მიბარებდნენ სტრელკაზე, რომ საქმე მოეგვარებიათ, ჩემთვის რომ სიტუაცია დაეწყნარებიათ. და ვიღაცა ყლე გამოდის ახლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აბა მეო ახლაო უძდელი სიტყვები, ხო ყლე ხარ. იმიტომ რომ ხარ, იმიტომ რომ მეტი სახელი შენაირებს არ ქვიათ, ბიჭო. შენ ახარ ჩვეულებრივ მეტრაკე ვარდოსანიძის გამправებელი, რომელიც საპატრიარქოს პიკაპიდან აშუქებდა საპატრიარქოს აქციებს, ეს არანაირი რელიგიური აქციები არ იყო, მეტრაკე ვარდოსანიძე, ბიჭო. რაღაცა ზღაპრებს კი არ ვლაპარაკობ. ძალიან მაგრად ვნანობ იმას, რომ ეს მეტრაკე ვარდოსანიძე, რომელიც იყო აი ამ აქციებზე მოკერებული, თავისი საქციელის გამო ლამის მოკლეს და მე ვიყავი კაცი, რომელიც მაგ გადავარჩინე. და ძალიან წუხვარ ამას, იმიტომ რომ ხანდახან კაცი არ უნდა ჩაერიო ასეთი ნაძირლების გადარჩენაში. ეგ და მისი გამოყლევებული მამა. მე არ შევცვლი ჩემ ლოგიკას თქვენთან მიმართებაში. თქვენ შეიძლება ძალიან მაგრად გაწუხებთ ეს ყველაფერი. რო კითხო ის არის, რა ქვია? ღვთიური კაცია, ზდილობიანია, ასეთია, ისეთია და ესე იგი რაზე წყდება გული, იცი? ჯაღმაიზეს რო დედის ტრაქს ვაგინებთ აქედან. აი ამ ნაძირლებს რო თავის სახელებს ვარქმევთ და აი ესო თქვენო ქუჩურათო რო ლაპარაკობთო, ისე რო ვაგინებთო კაცო რო ზურგს უკან, აგერ რა ზურგს უკან ვაგინებ, აგერ ვაგინებ ათასობით ადამიანის წინ. ასე ვაკეთებდი ჩემ ქვეყანაშიც და ასე ვაკეთებ აქაც. რეას ქვია ზურგს უკან გაგინებთ. ზურგს უკან გაგინებთ, კი ჩვეულებრივი ბოზები ხართ, ბიჭო. და აგერ არის უშიშროების ფაილები ბოლოს და ბოლოს, რასაც შენ და შენაირები და ტომარაძის ნაირები აკეთებდით, ჩაბუდებული იმაში საპატრიარქო შენობაში, გეგმავდით რა უნდა გეკეთებიათ საზოგადოების გულში. ერთადერთი რაზეც წყდება გული, რომ დღემდე ვერ მოახერხე, აი ეს რაც აგაქვთ. შეთითხნილი საზოგადოების ზურგს უკან, ეს უნდა დაიბეჭდოს და ყველას უნდა კონდეს ხელწუდომა, მე ისე არ მიცხოვრია, რომ მეშინოდეს რამისი. ეს გეშინია თქვენი ნაცხოვრების და უნდა დაიბეჭდოს ეს უშიშროების მასალები და ფართოდ უნდა გამოვიდეს საზოგადოებაში და ყველა უნდა წაიკითხოს სიამოვნებაში თქვენ რის მკეთებლები ხართ და როგორ გიყვართ თქვენ ღმერთი, რელიგია და თქვენი ერი და თქვენი საზოგადოება და გამოდის აქედან და მიკითხავს მორალს. შენ თუ ქვეყნის ბედი გაწუხებს, შენ თუ ქვეყანა გიყვარს, შეიძლება სასულიერო პირმაც დაგარტყას პირის არეში წიხლი და გახდე შენ მსხვერპლი ამის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მისიაზე უარი თქვა, აგერ რა, ვისი ძეგლის ქვევითაც დგახარ, იმის ისტორია წაიკითხე, შებრიყო შენ კარგად ჯერ. რა უნდა ველაპარაკო ამას ახლა ჩემი ლოგიკა, მე არ უწერ აქ ლაივებს პატარა ბავშვებისთვის და მცირეწლოვნებისთვის ნამდვილად არ უწერ. იმიტომ რომ მე მყავს ვიცი სპეციფიური მსმენელი ამას ახლა ბევრი ნახავს, ბევრი მოусმენს, მე ყველას მოუწოდებ გააზიაროს ეს ვიდეო ლაივი. ყველა ჩემ Facebook გვერდი შეზღუდულია და არ მცალია მე ნამდვილად იმისთვის 24 საათი აქ ეს მასალები ვავრცელო. და ამიტომ გთხოვთ რომ გააზიაროთ ეს ყველაფერი, მაგათ უკან დგას უშიშროება.
და ნაძირლები ესენი ციანიდის ჩვეულებრივი ჩამპალი კლანი გუშინ დღეს გამოუშვეს ის მე არ ვამბობ რომ ის წმინდანი იყო ვინც იჯდა იქ ციანიდის გულისთვის მაგრამ თქვენ არ გაუშვით ბიჭო ციხეში კაცი თქვენ მორწმუნეებმა წმინდანებმა ღმერთის არსის მიმდევრებმა ადამიანებმა თქვენ არ იყო მამა ბასილი როჩას ვიცი ციხეში და ხმა არ გაგიღიათ თქვენ იყავით ზუსტად ეს თქვენ არ იყო ის საცუდავი ბერი რო დახვრდეს თვითმფრინავის გამტაცებლების ბიჭებს, ჯინსების თაობის ბიჭებზე და ხმარო არ გაგიღიათ და რამდენი მასალადებს თქვენი კაგაბისთან ნათანამშრომლალი დედა მოვტყან თქვენი და რაც თქვენ ნაკეთები გაქვთ ქართველი ერის წინააღმდეგ ანაფორის ქვეშ და ჯურის ქვეშ ხმა ამოგიღიათ გელათის მონასტერი რო ინგრევა ხმა ამოიგიღიათ დავით გარეჯის ჩიჩხიტურის ტაძარი აგერ მუსულმანებს რო აქვთ ხელში და იმაზე რა ქვია დოლფანდურით რო ადიან იქ და კეიფობენ ხმა მოგიღიათ მაგაზე თქვენ როცა გჭირდება დაუწევთ ვიზიატონს როცა გჭირდება დაუწევთ თუნდაც და ვიღაცა გამოყლევებული შალიკოს იმაზე უნდა ვირბინო რა ქვია ინტერესზე როდის რაღაცა გამოხატო და როდის აზრი არ გამოხა არ არის მაგით ჩემთვის არც მოძღვარი არც მამაო არც მიიყვანა ეგ საცოდავი გარდაცვლილი ბავშვის მამა და იმით იცდილობს საზოგადოების გულში სენტიმენტების მოპოვებას რაც უდია წამალი ახლა გავიგეთ ამ იმიდან შალიკოდან და ავღანეთის მისიიდან რომ მოდიოდა წამალი და იწამლებოდა ქართველი ერი მაშინ ეს ზომბ გადაყლაპული სხვა ყვანდურებთან იყო და იქ მიყვებოდნენ იმაში ავღანეთის მისიაში ჩვენ ჯარს და ლოცავდნენ იქ რა კარგია რო ამას აკეთებს ჩვენი ჯარი რომ მიდის იქ ავღანეთში და დემოკრატიას იცავს ჩემი ყლის დემოკრატიას იცავდით ბიძია თქვენ იქ სხვის მიწაზე სხვა კაცს და სხვა ერს ართმევდით თავისუფლებას ჩვეულებრივი ოკუპანტები ვიყავით ავღანეთში და ერაყშიც თუ გაინტერესებთ იმიტომ რომ ხომ არ გავიხსენოთ ამერიკამ როგორ დატოვა ბოლოს ავღანეთი რითი ამართლებთ თქვენ ამ საქციელს თორე ქართველი კაცი სხვის მიწაზე ოდიდგანვე ისტორიულად ომობდა და იუმებს შეიძლება მაგრამ თქვენ ბიჭო თქვენ არ იცოდით რომ მთელი ეს ყველაფერი მთავრდებოდა იმითი რომ სუფთა ნარკოტიკი შემოდიოდა საქართველოში და ახლა გაიგეთ თქვენ რომ ბასიანი არსებობს და აქამდე არ იცოდით ეს თქვენ ყველაფერი ეს არის ჩვეულებრივი სექტა ამათ ღმერთთან არაფერი არ ესაქმებათ და იქედან ნამიოკებს მირტყამენ ვიღაც ამ გამოსირებული კლიენტის ენით რომ აუ თუ შეცდომილები ხართ და ღმერთი გაპატიებს და ყველაზე მეტი საშიში რა არის იცი ამათ თავი ეკლესია გონიათ ბიჭო მე კომენტარებში გავაკეთე ეგ ის ბოლომდე არ კითხულობს ჯერ ერთი იმ კომენტარს რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენა მამა შალვას და ამას და მე დავწერე იქ რომ თქვენ იქ მისულები ახლა რომ მიდიხართ იმ ბასიანთან ამდენი ხანი არიცით ეს ასე რო არის ამდენი ხანი არიცით რომ ხელისუფლების ბიზნესია ეს ყველაფერი ამდენი ხანი არიცით რომ ვოლსკი ჩაბმულია ამ ამბავში და წილი მიდის ამდენი ხანი არიცით რომ პროკურატურა არის ზედამხედველი ამ ნარკოტიკით ვაჭრობის ამდენი ხანი არიცით რომ შავი ფული რომელიც არჩევნებზე ტრიალებს ამოღებულია ამ ნარკოტიკიდან ხო ეს დაუწერე მეტი კი არაფერი არ დამიწერია ამას არ კითხულობს იქ რაღაცა ისვრის პროპაგანდონისტურად თავის რაღაცა ნაფურთხს და ამით გონია რომ ყველაფერი დამთავრდა არ არის ძმაო ეს ასე არ არის არსებითად ეს ასე არ არის აი მე მივიჩნევ და მე ვფიქრობ რომ აი ესეთი ადამიანები რომლებიც ასეთ დონეზე ათამაშებენ უკანალს უარესები არიან ვიდრე ნებისმიერი შალიკო და მისი ეგრეთ წოდებული ესა ცუდად საკონტროლოს გადამწერები რო იყვნენ სკოლაში რა აი ესეთი ტიპები ჯერ ერთი რაზე არის ლაპარაკი ბიჭო ყველა მიცის რომ იმ ბექა ვარდოსანიძესთან ერთად კორკოტას საყვარელი ჯერ მაგის საკითხავია კიდე რამდენი ტიპის საყვარელი იყო მაგრამ ის მინეთშიცა ნინული შეგზავნილი იყო ეკლესიაში და ეხლაც იქ რჩება და მართავს იმ გვერდს რომელსაც ქვია დედაქალაქი ეს არის პირადად ჯაღმაიზის გვერდი ის მინეთშიცა და რა უნდა მინეთშიცას საპატრიარქოს პრესამსახურში ხო არ მე აი მეტრაკე რო გყავთ გავიგე მაგრამ ის მინეთშიცა არ მალაპარაკოთ რა მუხლზე დაჩოქილი მეხვეწებოდა პირში მიმიც აი თუ აი არ მინდოდა ესე მეთქვა მაგრამ გელაპარაკები ისე როგორც აჯიროა და ვინ აძლევდა მაგას პირში იქ თქვენ საპატრიარქოს პრესამსახურში ყავთ ასეთი ხალხი მაგარი მიჭირს ამ ყველაფერზე ლაპარაკი მაგრამ გამომიწვიეთ რა საუბარში და ხა იძულებული ვარ ვილაპარაკო
და დაგარკვა თქვენი სახელები როგორც საჭიროა და მე რას ბორკაზე დამიბარებს ვიღაცა ავტომატიანი მღვდელი. აი ეს ავტომატი ტრაქში უნდა შეგთხაროთ ყველას. და რამდენს თავაზობთ და როგორ მიყავთ მღვდლებს როგორ ხდიან, იცი? არა სასულიერო იმის მიხედვით, რა ქვია, მდგომარეობის მიხედვით. რომ შემდეგ ერზე კონდეთ ზეგავლენა და უმკურნალონ ადამიანის სულიერ ჭრილობებს, ასე კი არ ხდიან მღვდლებს. აგერ ჩემ ძმაკაც უთხრეს რა ოფიცერი კაცია, აუ შენო პატრიარქის დედის მოგვარე ხარო ავტომატს კარგად ხმარობო და წამოდი კაცო მღვდლად გაგხდითო, აგერ 2 წელიწადში მღვდელი იქნებიო, ჩაგაბარებთ ეპარქიასო და ჩვენ გვერდში დადექიო. და თქვენი უნდა ვირწმუნო მე ბიჭო? რა გაქვთ თქვენ ღმერთთან და საერთოდ სულიერებასთან შეხება? ჩემი იტანჯება. საუკუნოვან ტრადიციებს კლავთ. თქვენ კოლაბორაციონისტებო. თორა მე აქ ნამდვილად არ მაქვს მე იმის სურვილი გამოვიდე და ვილაპარაკო. და არც იმის სურვილი არ მაქვს ზუსტად ასე ვილაპარაკო. და ამე იმით ლოგიკით ვილაპარაკო. ეს არ არის ჩემი სუსტი წერტილი, ნამდვილად გეტყვით. თორა ცოდვები შეიძლება ყველაზე აბა უცოდველი ვინ არის? უცოდველი ქრისტე იყო ერთი. ბიჭო, მერაბ გვაზავა. ძალიან ცნობილი ქართველი მეცნიერი. ჩემი მამის თანამებრძოლი და მეგობარი. არა ხართ ეხლა მაგნაირი განათლების პატრონი და არც ქართული ერის და რელიგიის შესახებ იცით ბევრ მაგდენი. პირადად ამიპირისპირდა და მითხრა რომ ნუ უპირისპირდები შენ სამღვდელოებას ასე მისი შვილი მე მიცნობ გვანცას მშვენიერი ლამაზი გოგო იყო ერთი ბავშვობა იქ ერთად გავატარეთ იმ ქუთაისში და რაღაცა და ახლა რა არის იცი მე იზოლებული გავხდი პირად საუბრებში მე ბატონ მერაბს მე უთხარი ის რაც თქმელი იყო რასაც მე ახლა შეიძლება იმის ნახევარიც ვერ ვილაპარაკო და გულახდილად გეტყვით რა ერთადერთი მისი პასუხი რაც მივიღე იყო ის რომ მე აცი შენ საჯაროდ ამის შესახებ არასოდეს არ გეტყვი რომ არ ილაპარაკო და არაფერი არ თქვა მე შენი მსაჯული ვერ გავხდები და ვერ ვიქნები ამ ყველაფრის მე და ეს ვიღაცა კი არ არის ეს მერაბ გვაზავა ეს არის კაცი მეცნიერი თავის ქვეყანაზე შეყვარებული რომლის დაც ნუნუკა ცნობილი ენათმეცნიერი დაიღუპა იმის გამო სარწმუნოებისთვის გარდაცვლილი ქალია კაცო მარხვაში დალია თავისი სული და თავისი ცხოვრება მიუძღვნა უფალს ეხლა ამაზე მეტი მაგალითი ჩემთვის ვინ უნდა იყოს ბავშვობიდან ვიცი ვინ არის ხო აი გულახდილად გეუბნებით ამას რა მე თქვენ გონია ეს მეიოლება მე ამაზე ლაპარაკობ ესა ჩემი ტვირთი და მე ამას ვლაპარაკობ ჩემი ერის გულისთვის რომ საბოლოოდ არ მოხდეს რა ჩანგრევა ამ ყველაფრის რაღაცაზე ხო ვდგავართ რაღაცაზე ხო ვართ ეკლესიის მაგინებლად რო გამომიყვანა აქ ვინ არის ეკლესია ჯაღმაიზია ეკლესია თუ ვინ არის ეკლესია ის არის სპირიდონა სულანჯიასნაირი ტიპებია ეკლესია თუ ვიღაცა შალიკოა ეკლესია აგერ დღეს რო ბუდიში და აუდგება და მივარდება ბასიანთა და ყვირის და წივის ეგ გასაგებია იქ რა უბედურებაც ხდება მაგრამ თვითონ არ არის თანამონაწილე იმ უბედურების მთელი ამ ხნის განმავლობაში რო დუმილს იკავებდა და თანამონაწილეობდა ამ ცოდვაზე ღარიბაშვილთან რო რა მიწერმოწერები აქვს ღარიბაშვილი რა გადანაწილებები აქვს ამ ნაძირლებს ბიჭო ნაკეთები და ვიღაცა ამ შალიკოს იმას უნდა ავყვე ახლა მე პროპაგანდონს და დაუწყობა ლაპარაკ მეტი საქმე არა კაცი ელემენტარულია რა ესენი დუელის ღირსადაც არ მიმაჩნია ამათი ისინი რა ქვია პროპაგანდონები ამა აი ღმერთო მაპატიე და ეგ პუშკინს რო აქვს რა ესა ძეგლი აქ ასეთი ლექსი დაწერილი რა ძეგლი ავიგე ხელთუქმნელი მარად უკვდავი და ვერაფერი ვერ დაფარავს მას ხალხის გზას მისკენ სვეტი რომ არის დიდგულარზე ალექსანდრეს ის მასზე მაღლაღი მართა ურჩთავის წისკენ და მიდის და ბოლოში ამბობს აი ესეთ სტრიკონს რა ბოდიში და სრულ ლექს ვერ მოყვები აქ რა ომუზავ მარად დაემონე მაღალ დიდებას ნუცდილობ ქებას ნურწმუელი გვირგვინ შეელჯილდოთ ფუჭა ჩააგდე გინება და ცირის წამება და რეგვენკაცა არასოდეს არ შეეჭიდო ვის უნდა ვეჭიდაო მე ვის უნდა ვეჭიდაო ამ ნაძირლებს რომლის ხელშიდაც დგას მთელი ეს ბიუჯეტი და ჯაღმაიძე თავის შვილს უფორმებს საპატრიარქოს ქონებას რატო ამაზე არ ლაპარაკობთ ბიჭო და ეს ნორმალურია რომ ჯაღმაიზის შვილს საპატრიარქოს ამხელა რანგის იერარქის სულიერ შვილს აქვს ეგრეთ წოდებული შუპუს ბუნაგი
ბუნაკიკუია. მე მგონია რომ ეს არის რიტუალი. ეს არის მიმართული ქმედება ქართველი ერის წინააღმდეგ საერთოდ. საპატრიარქოში არ არსებობს ხელისუფლება. სასულიერო ესენი არის კლანი, ციანიდის კლანი, რომელსაც მართავს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები. შევიდა ეს უბედურება ჩვენთან. აი ეს იმ მდგომარეობაა ჩვენთან. ესენი არიან მირონის გამყიდულები. უმრავლეს შემთხვევაში ესეთებია თუ რაღაცა გამოქვაბულში რაღაცა ბერი ცხოვრობს და უფალს ემსახურება, იმას არანაირი კავშირი არ აქვს საპატრიარქოსთან. ესენი არიან დახარბებულები ადამიანურ მოკვდავ ქონებებზე, მანქანაზე, ფულზე, სახლებზე და ასე შემდეგ. და იძირებიან ამ უბედურებაში და ლპებიან ამ უბედურებაში. ვინ არის დღეს საპატრიარქოში ისეთი კაცი, მე ვამბობ იმ საპატრიარქოში თბილისის ცენტრში როა, იმ სოდომ გომორულ ცენტრში. ვინ არის დღეს იმის გამკეთებელი, რაც ბერმათევდორემ გააკეთა. და გავადა მოკვდება რელიგიის და ერის გულისთვის, ნახევარი საქართველოს 2.800.000 კაცი ემიგრაციაშია ჩამპალი. სადა ხართ ბიჭო? სადა ხართ? დაგიშალათ ვინმე მამის გაკეთება? ამის თქმა არის წოდვა? თუ რა არის წოდვა? წოდვა არის ის, რასაც თქვენ წლების მანძილზე აკეთებთ ღმერთის, ერის და საქართველოს სახელით. მე ამას ვილაპარაკებ სანამდე მე ჩემს ხეულში სული იქნება, კაცო. ვინ არის ეს? ჩემთვის არ არსებობს ეს რაღაცა ხელოვნური კერპები და ისინი და უყურებ ამ დადგმულ სცენარებს და ამ ნიღბებს უყურებ და მიუღებელია ჩემთვის ეს ყველაფერი. ამათი პროპაგანდონისტურ ტელევიზიებზე მოხვედრა, ამათი ჯერ ერთი არ მინდა ვინმე ასეთ დონეზე, ასეთ მატერიებამდე დავიდე, მაგრამ კაცი დაკავებულია იმით, ეს ვიღაცა შალიკოს უძახი მაგას, მაგი არა, მამაო. დაკავებულია იმითი, $10,000 ნიფხვები ჩაიცვას, გამოვიდეს იქ ყოველ წირვაზე ახალი სამოსებით და ამ დროს ხალხი შიმშილობს და 800 ბავშვი შიმშილით კვდება. რა გააკეთა? რომელი კაცი დააპურა, რა გააკეთა გლობალურად, რა მოძრაობა წამოიწყო? ვის წინააღმდეგ წამოიწყო? ხელისუფლების წინააღმდეგ წამოიწყო, დაუპირისპირდა მიზმავნე პოლიტიკას, ანტიეროვნულ პოლიტიკას. ქვეყანაში მართლმადიდებლობის გადასარჩენად გლობალური მოძრაობა გააკეთა, თუ რა გააკეთა? და ესე იგი როგორ არის, იცი? საპატრიარქოში დაჭერილი აქვს ეგ ბიზნესი, ვისაც უნდა მიცემენ გულის ტიტულს, ვისაც უნდა ჩამოართმევენ და ასე შემდეგ. და ასეთი ქმედებებით გახრწნეს მთელი საზოგადოების ცნობიერება და კაც საერთოდ შესვლა აღარ უნდა ეკლესიაში. და ამ უბედურებით სარგებლობს კიდე 1000 კომპენსია და 1000 უბედურული მიდრეკილება და ერთმანეთს კოცინიან და ეკუმენიზმის ცოდვაში ჩავარდნილები ტრაქს ულოკავენ სხვადასხვა კომპენსიებს თვითონ. არ არის ბიზია მასე თქვენ რო გონიათ სიმართლეს აქ ერთი პირი ამას უყურებს ყველა. ამას ხედავს ყველა. თურქეთის გავლენა, რელიგიური გავლენა აჭარაზე დღეს როგორც არასდროს ისი არის ძლიერი. და თურქეთი უყურებს აჭარას როგორც ერთ-ერთ აჭარაში მუსულმანურ მოსახლეობას მაპატიოს, ყველა მუსულმანმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ სადაზვერვო მიზნებით ჩემი ერის მოსახლეობის გამოყენება ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა და ამის წინააღმდეგ არაფერს არ აკეთებს საპატრიარქო. პირდაპირ გადაიცემა ეკლესიაში როგორც არის რუსთავი, მაგალითად ქიბარხალვაში არის ერთ-ერთი ბოდიში და მეტრაკი არის ჩვეულებრივ იმისი, რა ქვია, თურქეთის სპეცსამსახურის და იქედან გადაიცემა ეს გახრწნილეები და იქედან ხდება ერის ცნობიერების შეგუება მუსულმანურ მიმართულებას და უნდა გამოვიდე, ახლა უნდა უსმინო ვიღაცას, აქ დამდგარა საპატრიარქოს დავალებით და მაგინებს და ამაზე უნდა გავაკეთო კომენტარები. მაგარი მახატი ხართ პირდაპირ გეუბნები, გული მტკივა იმაზე, რომ ერთ გლობალურად რო უყურებ ამ ყველაფერს რა. მე მივიჩნევ, რომ ეგ არის ჩვეულებრივ, ეგ არის ფსკერი. ეს არის ტოტალური განადგურება ჩვენი ერის ცნობიერების. და უახლოეს მომავალში ასე თუ გაგრძელდა, ეს იქნება საბოლოო დასამარება. ვინა ხართ? რა ხართ? რა ჯიშის ხართ, ბიჭო, რა გაკლიათ? რა გინდათ ამაზე მეტი თქვენ რაც აკაქვთ ნახევარი საქართველო ჯერ აღარ დარჩა საქართველო, მაგრამ დაყოფილი გაქვთ მიწებად, მანქანები, ოქრო, ვერცხლი, ქონება, იარაღი. თქვენ ხელშია საპატრიარქოს წარმომადგენელი, კიდე რა გინდათ ბიჭო? რამე არის ისეთი, რომელიც თქვენ მიუღწეველი დაგრჩათ?
თქვენ თამაშობთ ყოველთვის ერის ცნობიერებაზე და საზოგადოებრივ აზროვნებაზე და რამდენი ელემენტი გაქვთ ამისი. რამდენი ელემენტი გაქვთ ამისი და მერე გამოდიხართ და ინკვიზიციას უწყობთ ადამიანებს, რომლებიც არ მოგწონთ. არ ვიცოდე მაინც თქვენ რას აკეთებთ და რითი ხართ დაკომპლექტებულები და თუ პატიოსნები ხართ, მაშინ ასე რატო ხდება, როგორც ხდება. რატო თქვენ არ დგახართ თქვენ ადგილზე, მაგრამ მოსაწყობია ქვეყანაში რუის ურბნისი. და გამოდის აქ და ესა სიმართლის თურმე მე ვყოფილი ვარ გველი როს აგერ ცნობიერებაში შევდივარ საზოგადოების და იქ რაღაცა ცუც ლაპარაკობ და ასე შვები და ისე შვები და აგერ უყურებს ქართველი კაცი ხვალზე გმაზე გარიცვლება ეს რეალობა რომლებიც ამგენისგანაა წარმოშობილი და ამას ვილაპარაკებ ყოველთვის იმიტომ რომ მე ახლა აქ არავის იმას არ დავიწყებ რა ქვია თქვენ უნდა ნახოთ ქართველი კაცის ყოფა უცხოეთში რა არის გასაგებია საქართველოში რა არის რომ მძიმეა ქართველი კაცის ყოფა არის ძალიან მძიმე და ქართველი კაცის ყოფა არის მტკივნეული სამშობლოში მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ მიტოვებული ქართველების ყოფა უცხოეთში რა არის და მე ყოველ ამასთან შეხება მიწევს მე მიწევს ყურება მე ამა თვალებში ყურება მიწევს და ეს არის ჩემი უღელი და ტვირთი მოცემული ჩემი ღმერთისგან რა უნიჭო კაცი უნდა ყოფილიყავი რომ თქვენთან სალაპარაკო ენა არ მომენახა მოღალატე რო ყოფილიყავი ჩემი ქვეყნის. თორე თქვენ ბიჭო ლამაზად მოლაპარაკე კაც. რამეს მიცემთ კი რა ტრაკის ჩათვლით ყველაფერს დაულაგებთ წინ. რო თქვენ ლაქიობაში ჩადგეს დღეს ადამიანი რომელსაც ვიღაცა უსმენს. თქვენ როგორც არასდროს კარგად იცით რომ საზოგადოებრივი გავლენა დგება პატივისცემით. და ეხლა გინდათ რომ გამოვიდე მე აქედან და დავიწყო ისე ლაპარაკი რომ აი თურმე ვიღაცა აი ამ შალიკოს განმადიდებელს პროტესტი გამოუხატია ჯაღმაიძის მიმართ და მე ერთ-ერთ აქციაზე თურმე ფეხი მოუდრიკა კარდინალ რიშელიეს და ასე უნდა ველაპარაკო რომ მამა ანდრია ღვთაებრივო სხივთ მოსილო არსებავ შეიძლება მე ჩემი აზრი გამოვხატე მაგრამ მომინდე და შემიტევე მე ცოდვილს რამე თუ მე როგორც ცოდვილმა ეს ვთქვი აი ესეთი ტონი უნდა გამიგია ვაი თქვენ გამოყლევებულებო თქვენ ვაი თქვენ უღმერთოებო თქვენ აი კაცი არ არსებობს და ნება პოლიტიკური საეკლესიო პოლიტიკის გაკეთდეს ქვეყანაში რუის ურბლისი თუ არა ქუსლები გაქვთ დასაჭრელი როგორც გააკეთა ეს წმინდა მეფეებმა საქართველოში და საწმენდია ერი როგორც ტაფა არის ასე სახეხი ცხიმიანი კერძის შემდეგ რო გაკეთდება აი ესე ხართ საწმენდი დედა გაქვთ მოსატყნავი სათითაოდ თუთაშხიამ რო ემაში ჩაყარა თონეში ყანდურები და დამარხა იქ აი ესე ხარ თქვენ დასამარხი ამას აი просто ჩვეულებრივ თანამედროვეობაში ძალიან რთული გასაკეთებელია ეს ამას ფორმები ჭირდება რომ დროსა და ეპოქას მოერგოს თქვენი საზოგადო გასამართლების აქციელი თორე გასაკეთებელი ხართ გასაკეთებელი რა არ თამაშობთ საერთოს არ აგროვებთ თუ რა რომელიმე უკეთესი ხართ იმაზე ყანდურებზე აი თუთაშხიაში რო არის მოცემული ატმიკურ კიტოლა და ჭერმიკურ კიტოლა რო ვერ გაგიყვიათ ბიჭო ერთმანეთისგან თქვენ აი იმ ბასიანთან ბრძოლა თქვენი ბრძოლა და პროტესტი ბასიანთან სხვა მეტი არაფერი არ იყო თუ არა ატმიკურ კიტოლა და ჭერმიკურ კიტოლას გაყოფა აბა რა იყო რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში მრევლს უძახით თქვენ ფანატიზმში ვინც ყავთ ჩაგდებული და ზოგთან მიმართებაში კიდე უბრალოდ გაჭირვებიდან გამომდინარე დაბრმავებულები რო არიან ერთადერთი იმედი რო აქვს ღმერთი დარჩენილი იმიტომ რომ ზოგმა შვილი დაკარგა ზოგმა უახლოესი საყვარელი ადამიანი დაკარგა და გამოსავალს რო რელიგიაში ეძებს და რა თქმა უნდა მე ასეთ ადამიანებს რა უნდა უთხრა ეს არის ზუსტად ის გზა მაგრამ აი ამის ძიებაში თქვენ რო ჩაიგდეთ მათი სენტიმენტები ხელში და აი ამ ხალხით რომ არანჟირებთ და რო გადაფურცლავ აგერ რა გაქვს ნაკეთები
შეიძლება სიმართლე იციანო და შეიძლება სიმართლე არ იციან და მე თავისას ამატებენო. აი ესეთ რაღაცებს ისვრით ასე რა, ღიად ვითომ ეს იყოს და არა იყო რა, ეგრეა რა ზღაპარი, ბავშვს რომ მოუყვები ღამე. ისიც თუ მოგისმინა. სირცხვილია, ბიჭო. არა ხარ თქვენ მარტო ისე რა ფანატიკურ ზომბებად რო აქციეთ, მაგ ბარეორი და რასაც გინდათ იმას რო აკეთებ და მასა. და ეს მასა არის გამოწვეული მასა, იმიტომ რომ ამ მასამ საზოგადოება აღარ არის. სამწუხაროდ აღარ არის, იმიტომ საზოგადოება რო იყოს, არც თქვენ არ გაპატიებდათ ასეთ გაღწნილ დამოკიდებულებას, არც ხელისუფლებას არ აპატიებდა ოპოზიციას მით უმეტეს, იმიტომ თვითონ იქნებოდა ეს მასა საზოგადოებრივი ოპოზიცია. ქვეყანაში არ არსებობს შრე, რომელიც თავის ინტერესს დაიცავს. ეს არის მასა, ეს საზოგადოება არ არის. ეს არის სამწუხარო. და თქვენ ზუსტად ამ მასას მართავთ გარკვეულწილად. სენტიმენტებით და სიმახინჯეებით და თუ ვინმე ამაში ხელშეგეძლით, თუ ვინმე დააპირებს, რომ ცნობიერებითად ილაპარაკოს სიმართლე, რომელიც თვალის ამხელია, ხო? მე გამოდიხართ არქიფოსეთურივით და იტყვით, რომ არაო, კაცო, 1, 2 და 3 კოჭი კი არ უნდა წამე. ყველა უნდა წამერთო, ერთი უნდა დამეტოვებიაო, როგორც თუ თაშხიაში რომ ამაზე ახლა დიდ სიბრძნეს მე ვერ ვილაპარაკებ და ვერ ვიტყვი. ეს არის რეალობა, ეს არის სამწუხარო არსებითი მოცემულობა. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს ბოდიში რა. ვერ დავდგები მე ახლა ვიღაცა მორგოშიების დონეზე, ვიღაცა იმის დონეზე, მაკლერი, ფალავანდიშვილების დონეზე და კიდე იქ ყალბი რაინდები რო ყავთ. მილიონერები რო გახდნენ და მილიონერთა სკოლა რო აქვს, იმაში ვასაძეზე ვლაპარაკობ, თუ ვაგინებ მე ვასაძეს და ვაგინებ და ვლანძღავ. აბა რა არის კაცო ქვეყანაში გაუნათლებლობის სინდრომია, დამარცხებული საზოგადოებაა და ამდენი ობოლი ბავშვი, ამდენი ბავშვი კვდება, მიტოვებულია, ამდენი ვეტერანიშვილი დარჩა, რომელსაც მშობელი არ აყავს და $10,000 ერთ თვეში ამის სკოლაში უნდა, აგერ კაცო ბავშვი რო ასწავლო და დაარქმევენ წმინდა გიორგის სკოლას და ამ წმინდა გიორგის სკოლაში ჯაღმაძე იქნება მთავარი რექტორი. ესაა ჩვეულებრივი მექრთამეობა. ეს არის საპატრიარქოს მაღალი იერარქიის მოსყიდვის მცდელობა, ვიო. შენ სკოლაში ლექტორად აკავს დასაქმებული და ფულს უხდი იქ. და მე გამოვა ეს ეგრეთ წოდებული შენი სკოლის ლექტორი და იმაზე რა ქვია, შენ პოლიტიკურ აქციებზე მისი მრავალი მილიონიანი ჯიპიდან ხელს გადმოწევს და გაკურთხებს. და ამას უყურებს ყველა. და თქვენ გინდათ რომ ესეთი რაღაცა ნორმალური იყოს, რა ფორმით გააправებთ ამას. ბიჭო, როგორც ტრაქში წყნაური არ პრავდება კაცისგან. პირდაპირ გეუბნებით ამას. მე ახლა სულ ერთ ადგილზე მახატია ამ ჩემ ლოგიკას, როგორ მიიღებს ვიღაცა საპატრიარქო ერი ნაძირალა რა. მე ჩემი ლოგიკისთვის მე გავსამართლები ღმერთთან. ვაგებ პასუხს და თქვენ აგიაგეთ თქვენი საქციელებისთვის რა. მე ზუსტად ასე ვლაპარაკობ იმ მასასთან, რომელმაც უნდა დაინახოს სიმართლე. ნუ დაინახოს, მისი პრობლემა არის. მაგრამ თქვენ აი ესე უნდა გელაპარაკოთ. თქვენ ღირსი ხართ ასეთი ლაპარაკი, თქვენ ასეთი ლაპარაკი დაიმსახურეთ. რო ვერ გაგიგიათ, ქუჩის ბიჭები ხართ, მღვდლები ხართ, თუ საერთოდ რა ხართ და რა გინდათ. აი ესე გელაპარაკები თქვენ ეს დაიმსახურეთ. და კი ბატონო, შეგარგოთ ღმერთმა თითეული შესაბამისი სიტყვა, რაც თქვენთან მიმართებაშია ნათქვამი. რა თუ უნდა მღვდელს მილიონიანი მანქანა და iPhone 15 რა 5,000 ლარიანი ტელეფონი რა თუ უნდა. რა 200-300 ლარიანი ტელეფონით არ გაშუქდება აქცია? ფანდრიანი ნოკიითო ხო არ გააშუქებს, აბაო მამაო, იმას რა ქვიაო, აქციასო ფანდრიანი მადლი იყოს. თუ რა ღვთის სიტყვა. ისე მოვიდა ჩვენამდე საერთოდ არ ქონიათ ხელში არც ფანდრიანი ნოკია, თქვენ ურწმუნოებო. მაგრამ მადლი რო არა გაქვთ და პროპაგანდას აკეთებთ თქვენ პროპაგანდონებო. ასეა. ამიტომ iPhone 15 კი არა, iPhone 2000-იც რო გქონდეთ ხელში, ხო? თქვენ სიმახინჯეს და თქვენ ტყუილს და თქვენ თვალთმაქცობა საზოგადოების წინაშე. თქვენ ციანიდის კლანო თქვენ, ხო? სიწმინდეთ ვერ გაასახებთ ვერასოდეს.
ეს არის სიმართლე რა, გინდა 1000 მორგოშია ყავდეთ, გინდა 1000 ფალავანდიშვილი ყავდეთ, გინდა 1000 ყალბერაინდი ყავდეთ. ის ვასალძე რო ჯერერთია, ხა დიდი პატივისცემით ვასალძეების მიმართ, მაგრამ არა ხართ მიწია თქვენ ისინი რა, არც თავადები, არც აზნაურები და ასე შემდეგ და პირადად ვასალძეს თუ აქვს პრეტენზია კეთილშობილი სისხლზე, ჩვენ ნემსაძეები თავადები არ ყოფილი ვართ რა. და აზნაურები ვიყავით და გაკურთხებ, მოდი აგერ ჩემთან და გაკურთხებ. მე შენ როგორც საჭიროა ისე ვასალძეს ვეუბნები აგერ ხუმრობით რა. შებრიყო შენ გვარს მოგცემ თუ გინდა. გვარს მოგცემ თუ გინდა. შენ მილიონები ვინც მოგცა წადი იმ ქვეყანაში და ეთაყვანე იქ რელიგიით ვაჭრობას რო გავალებენ ჩვენ ქვეყანაში საქართველოში. ვიცის ამას ვისაც ვეუბნები იქ პირველი თანამდგომი რო არის იმ სპეცსამსახურის საპატრიარქოში როა ჩანერგილი. და ამას გონია ახლა არ ვითხოვდი, რას ქვია, არ ვითხოვდი, კაცო. თქვენ ახართ ეროვნული ხელისუფლების ტყუის მსროლელები და ვასალძე იყო ზვიად გამსახურდიას რო აგინებდა 24 საათი და უკმარი ქალების რაღაცა იდეოლოგიურ სინდრომად რო იხსენებდა კაცს, რომელსაც საბჭოთა კავშირის ბურუსიდან გამოიყვანა ერი და 6 თვე არაცადეს ყოფნა ამ ღორიშვილებმა და მე ეს ის შალიკო, რომელიც იმას შევარდნაძეს აზიარებდა. ეს ის შალიკოა ბიჭო, რომელიც ზიარების, ახსარების და წესისაგების საიდუმლოებზე ლაპარაკობს. და რამეს რო ვიტყვით, თურმეო აგერო იციო რაო, მაშინო თუ ასე არისო ლაპარაკიო, ქრისტეო იუდას მოძღვარი იყო, მაგრამ ამის გულისთვისო ქრისტესო ვინ განსჯისო? არავინ არ განსჯის ქრისტეს მაგის გულისთვის, მაგრამ ქრისტე იუდად არასდროს არ ქცეულა. და თქვენ ბიჭო შევარდნაძეს გადაასწარით, შევარდნაძე წავიდა და იმის მერე 1000 შევარდნაძის ხვრელში შეძვერით და 1000 შევარდნაძის ნაბიჯვრის უკანალი გამოიცვალეთ. ქრისტეს ედარებიან ეს დედამოწმულები ესენი. და ქრისტეს ნაირი მაგალითი მაინც მიეცით, მაგრამ რა უნდა მიცეთ ეკლესიები ემათაგად გადაქცეული ხურჯინებად. ქორწინება, ნათლობა აბა როგორ გინდა, აბა მღვდელს რჩენა არ უნდა? მე გეტყვიან და აგერ რო ეტყვი მაგალითს და ფაქტს დაუდებ და სიმართლეს დაუდებ წინ რო iPhone 15 რომელიც ეს არის ესეთი ფუფუნების საგანი, რომელიც მღვდელს ნამდვილად არ არის აუცილებელი კონდეს, მე გეუბნებიან რომ ეს არის ეს როგორ თქვი შემკრეხელო ეს ცუდო და ბიჭო ხე ნაყოფით იცნობა. სახარებისეული სიტყვები არის. ხე იცნობა ნაყოფით. და რომელი ნაყოფს უნდა დაუჯერო მე ვიღაცა ხელისუფლების პროპაგანდონურ ნოესთან დამჯდარი, რომელმაც მე რამდენი ცოლი ყავს არ იცის. შალიკოს, რომელიც გვიყვება ზღაპრად, როგორ დაიჭირა ყურებით ეშმაკის იზმარში, თუ რა ვიცი, ნახა თუ რაღაცა 1000 იდიოტობა და მე როგორ თავის ოჯახთან, თავის ცოლთან როგორი დამოკიდებულებები აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე თქმა ამრავლოს და მისცეს ბევრი შვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ არ მინდა რა ამ კაცის დადგმული სცენები რა. ნაკლები ნდობა, ნაკლები პატივისცემაა გამომდინარე ნდობიდან. და თუ ასეთი მორწმუნეა, თუ ასეთი ღმერთის სიყვარული აქვს, რატო არც ერთ რეალურ აქციაზე ხელისუფლების წინააღმდეგ არ დამინახია მე ეს ხალხი? მე ეს ხალხი არ დამინახია და რომ მოითხოვდი ამათგან პასუხს, როგორც ცედეთ, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით. და ამ დროს თვითონ არიან პირველი პოლიტიკის გამკეთებლები, ეს დედამოწმულები ეგენი. და დღეს რასაც აკეთებენ, ეს არის ჩვეულებრივი ხელისუფლების დაშანტაჟების მცდელობა. იმიტომ რომ მოიპოვონ გავლენა ახალ საპარლამენტო ძალებზე, რომელიც მართულია უცხოეთის სპეცსამსახურიდან. რომ არ დაკარგონ თავიანთი აქტუალიტეტი და ლაივების უნდა შემეშინდეს, ახლა ეგ გორგასლის ძეგლის ქვევიდან რო ჩამიწეს ვიღაცა გამოყლევებული. მე არ მეცალა თქვენთვის, არ მცალია, იმიტომ დაკავებული ვარ ძალიან მძიმე ცხოვრებით ემიგრანტის. მე ჩემი ბრძოლა მაქვს. როგორც ჩემი ერთთან მიმართებაში, ისე ამერში, სადაც უცხოელი ვარ. და ჩემი ბრძოლა შედგება აბსოლუტურად ძალიან სერიოზული ყოველდღიურობისგან. ჩემი თავის გადასარჩენად. და ნუ არ ჩამოვთვლი ახლა, იმიტომ თქვენი მოცემულობით და თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებით უცხოეთში ხანგრძლივად იცხოვრებთ, კი არა ერთი დღე ვერ გაათენებთ. ვერ გაათენებთ. იმიტომ რომ თქვენ მხოლოდ თქვენი ცხოვრება ვიღაცის ტრაქში ხამის გათენებით და თავის კურს წარმოგიდგენიათ.
და მე ამ რეალობისთვის ვიბრძვი ყოველდღიურად. და რადგან მე ამას ასე არ ვლაპარაკობ, როგორ მიწევს აქ დღის და ღამის გატანა და ბრძოლა გადარჩენის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე უბრალოდ არ შემიძლია ამ ყველაფრის თქვენებურად წარმოსახვა და წარმოჩინება. ზოგი რო ემიგრანტს ემათხოვრებით იქ ფულის გულისთვის, ზოგი რო ტელეფონით აკეთებთ პარაკლისებს და რელიგიურ მსახურებას ჩადიხართ ვიღაცის თვალში მოსახვედრა. მე ესეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია. მაგაზე უფალმა თქვა, ვინც ილოცება ფარულად და ვინც ილოცება ღიად. და არ მინდა იმის ციტირება, არსებობს ბიბლია და არსებობს ადამიანის სული და არსებობს მისი მდგომარეობა და უნდა მივიდეს კაცი იქამდე და არა აქედან დაიწყოს ქადაგებები. მით უმეტეს მე მღვდელი არა ვარ აქედან ქადაგებები დავიწყო. უბრალოდ თქვენი საქციელი არის ძალიან რადიკალურად განსხვავებული იმ მორალისგან, რასაც ქვია ქრისტიანული მორალი. სიმართლის ლაპარაკის წინააღმდეგები ხართ და ფუთავთ თქვენ საქციელს რაღაცა იმითი ღრმა მეტყველებით. მე ვაგებ ჩემი სიტყვების გამო ჩემ უფალთან პასუხს, როცა წავდგები. თითეული ბილწი სიტყვისთვის, თუნდაც რომელიც თქვენს წინააღმდეგ მithქვია. თქვენ აგეთ უფლის წინაშე პასუხი, რასაც თქვენი ერის, სამშობლოს და ღმერთის წინაშე აკეთებთ. მე არა ვარ ამ ცოდვების შემდარებელი, რომელი უფრო დიდი ცოდვაა. მე განსხვავებას ამაში არ ვეძებ. მე ამისთვის არ ვიბრძვი. მე ვიბრძვი იმისთვის, რომ თქვენ არ მოგეცეთ იმის საშუალება, რომ 24 საათი თქვენ ილაპარაკოთ ჩემი ერის, ღმერთის და სარწმუნოების სახელით. თქვენ ეკლესია არ ახართ. ეკლესია ქართველი კაცის და ღმერთის არის ზეცაში და მიწაზე არის ტაძარი. და ის ტაძარი, რომელიც მიწაზეა, თქვენი უღმერთო საქციელი თქვენ ბევრჯერ წაბილწეთ. აგერა მიდევს ზუსტად. თქვენი ქმედებები რამოდენიმე 100 ევრო არ მეყო იმაში, რომ ამომეღო უშიშროების ფაილები დამედო და ერთი პერიოდი ვიყავი რა და ძალიან ამ ყველაფერში ჩაძირული და მკითხულობდი ყოველდღე, მე ძალიან ცუდად გავხდი და მკურნალობა დამჭირდა, არ დაგიმალავთ. წამლების მიღება დამჭირდა იმის გულისთვის, რომ მე კაც რომელსაც სრული მეგონა წარმოდგენა რამ მდგომარეობაში იმყოფება ჩემი ერი. და მე გეუბნებით, რომ მე ჯანმრთელობამ ვერ გამიძლო ამ ყველაფერზე. იმიტომ რომ ყველგან დევს სარკომა. საზოგადოების ძირგამომთხრელი ადამიანები არიან ყველგან. და ამას ლაპარაკი, სად, როგორ, რანაირად და რა ვითარებაში, თუ ვინმე საქმე აქ პასუხს დაუბრუნებ და არ მივიღებ ვიღაცის ქმედებას, სიყალბეს, რეალობად არ გავისაღებ, თურმე ცოდვა ყოფილა. წადით, ბიზია, თქვენი საქმე ნახეთ, ტოლი ნახეთ, კოჭი გააგორით. რომელი ჩემი ტოლი ხართ, თქვენ მე დუელში ძალიან დიდი უპირატესობა მექნება. ძალიან დიდი უპირატესობა მექნება თქვენ რო დუელში გამოგიწვიოთ. თქვენ ადამიანმა უნდა დაგტოვოთ იმ ჭაობში, სადაც ახართ. საპატრიარქოს ყანდურებს ვეუბნები აქედან, ვიცის, ვისაც ველაპარაკები. გასაგებად ველაპარაკები ძალიან. კიდე ერთი თქვენი ტრაკის გათამაშება. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება, როგორ დასრულდა პირველი ტრაკის გათამაშება თქვენ, ვისაც გსურთ, რომ აქ შექმნათ ძალაუფლება, საპატრიარქოში ჩაბუდებულო უღმერთო დემონებო. თქვენ არ ახართ უფლის კაცები. თქვენ არც ღვთის კაცები არ ახართ. პირველი მცდელობა გქონდა ტომარაძის ხელით გაგეკეთებიათ ეს ყველაფერი. და დასრულდა ყველაფერი იმითი, რომ დედის ტრაკი დაგემხოთ თავზე. ახლა ეს გამოსცერებული მოგიძებნიათ. მე გულახდილად გეტყვით, რომ მე ასეთი დონის მოთამაშე, იქ ტომარაძე ამასთან შედარებით კიდე ფიგურა არის. მე არ ვიცი ახლა, თუმცა არ წარმოადგენს ჩემთვის არანაირ სირთულეს ერთი ესე გავაკეთო ხელი და ეგრევე, დაახლოებით ვიცი რა ტრაკიდან გამოსული ორგანოა, მაგრამ სიღრმისეულად მე ვიღაცა აქ იმას რა ქვია, ხელის ბიჭს არ გავეკიდები არანაირად. კაი ბიჭი და ლამაზი ბიჭი კი არა. კაი კაცი და ლამაზი კაცი და ჭკვიანი კაცი, ხო თქვენთან საქმეს არ მოიცემს. და ეგ ნარატივებს არ მესმის, მე რომელი ისაა დონე ესა სკოლის იმაში სამხედრო აკადემიაში გვასწავლიდა ძალიან ცნობილი ავტორი, უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი გურამ რუსეიშვილი.
და ახლა ძალიან ძლიერი პიროვნებაა, ვერ დავმალავ, ძალიან განათლებული ადამიანია, მისი მსოფლმხედველობა აქვს, მისი შეხედულებები აქვს და ახლა იმის სკოლის მერე, ახლა რაც გავიარეთ იმ ლიტერატურის მერე, ხო, ესეთ რა ნარატივებს რო წავაწყდები, რომ აი თუ ჭკუით იქნები კიდე შეგინდობ თუ არა, რას მიზამ? იმაზე მეტი რა უნდა მიქნა, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფები, სამშობლო წამართვით, თავზე დამასხით, დამესხით, მამა მომიკვდა და იქ არ ვიყავი ცერემონიაზე, არ დავესწარი, ვერ დავესწარი. და ამაზე მეტი რა უნდა დამმართოთ? ერი, ჩემი ერი ჩემ თვალწინ ლპება აგერ უცხოეთში და კვდება, ამაზე მეტი რა უნდა დამმართოთ? ქვეყანას არ დამართოთ, რამე თუ რა მე თუ დამმართებთ, კიდე ამას აიტანს ერი. და ამ ნაძირლებს დრო აქვთ იმისთვის გამოვიდნენ აქ და ლანძღონ და მაფურთხონ და წადით ბიძია და ვინც აგინებელია და ვინც ლანძღავია, ის აფურთხეთ და ის ლანძღეთ. სანამდე ხელისუფლებას ახსენებთ, მანამდე შანელის დუხს რო ისხამთ, პირში რამე ცუდისუნი არ გამოგეპაროთ, იქედან თქვენი დამოწმულებო. როდესმე საპატრიარქოს ულაპარაკია იმაზე, რომ ქვეყნიდან არის სერიოზული ემიგრაცია გასული, რომ სახელმწიფო ვაჭრობს თავისი მოქალაქეებით, რომ სამედიცინო მიმართულება გადაქცეულია საქართველოში ექსპერიმენტალურ გილიოტინად, სადაც ამ ყველაფერს ეწირება ბავშვების სიცოცხლე, ქალების სიცოცხლე, კაცების სიცოცხლე. არ ულაპარაკია ამაზე, არ წყობს და მაგიტო. საპატრიარქო თანამონაწილეა ეშმაკის მანქანი ჩვენ ქვეყანაში, თუმცა ყველაფერი იცის. იცოდა და ეცოდინება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია სხვანაირად ესა ხელისუფლების ერთ-ერთი შტო ჩვენ ქვეყანაში. ეკლესიის გავლენა საქართველოზე. ეს არის ღმერთის გავლენა ერზე, მაგრამ საპატრიარქოს გავლენა ერზე, ეს არ არის ღმერთის ძალაუფლება დღეს. ეს არ არის ღმერთის ძალაუფლება, ისეთი გაგებით ვახტანგ გორგასალს რო წიხლი ჩაარტყა პირში, მაშინდელმა სასულიერო ლიდერმა. სანამდე საქართველოს ავტოკეფალიას მიცემდა ვახტანგი. აი დაახლოებით ესეთი უბედურება ტრიალებს ჩვენ ქვეყანაში, ოღონდ ვახტანგისნაირი კაცები არ არიან. დავითისნაირი კაცები არ არიან, ბერი თევდორესნაირი სასულიერო პირები არ არიან. ეს არის მთელი უბედურება. ყანდურები არიან მათ მაგივრად. ღარიბაშვილისნაირი ტიპები არიან მათ მაგივრად. კობახიძისნაირი ტიპები არიან მათ მაგივრად. სააკაშვილისნაირი ტიპები არიან მათ მაგივრად და ამ სიმართლის მომსმენი კიდე გამოვა და იმას იტყვის, რომ თურმე ყველას ვაგინებ. აი ეს არის უბედურება. ამაზე მტკივა მე გული. და ეს მაწუხებს. მე ამაზე საუბარს არასოდეს არ დავთმობ. ეს არის ჩემი ორთაბრძოლა, ეს ჭიდილია. მე ამ ომში შეგუებული ვარ ყველანაირ მარცხს. მე წინასწარ შეგუებული ვარ. მე შეიძლება მე შევედი წაგებულ ომში, მაგრამ მე სხვა უფლება არ მქონდა. იმიტომ რომ ესაა ჩემი სამშობლო. ქვეყანაში შეიძლება ბევრში ვიცხოვრო, მაგრამ სამშობლო სხვა არ შეიძლება მქონდეს. აი ამის თქმა მინდა მე, თქვენ კიდე, თქვენ ნაძირლებო, თქვენ 1000 სამშობლო გაქვთ საქართველოს გარდა. 1000 სამშობლო და რა გაქვთ ნაკეთები თქვენს სხვა სამშობლოში, სანამ ჩვენ სამშობლოს მოევლინებოდით და მაგცევრებდეთ, ეშმაკმა იცის მაგი. თქვენი აზროვნება ექვემდებარება სხვა მსოფლმხედველობას და სხვა ფილოსოფიას. მე მოდი ამას გავაკეთებ და მე სიცოცხლის მერე სიკვდილის ეტყობა თუ ვინმეს არ წამთ ეს ახართ თქვენ. იმიტომ რომ თქვენაირი ტიპები სინამდვილეში სიცოცხლეშივე მკვდრები არიან. მკვდრები არიან ჩემთვის ახლა თქვენ ხართ ჩვეულებრივი მიცვალებულები. ადამიანი რომელიც ეკლესიაში ციანით შეიტანს, ადამიანი რომელიც საპატრიარქოს ქონებას ბუნა გადაქცევს, ადამიანი რომელიც გააღწნის, ჩააგდებს, ჩააფურთხებს ქართველებს სულში და კოლაბორაციაში იქნება ხელისუფლებასთან იმის გულისთვის რომ ძალაუფლების შტო გაინაწილოს, როგორ უნდა იყოს? ჩემთვის მისაღები უნდა იყოს ასეთი ძალა?
და ღმერთის ძალა უნდა უძახო და ღმერთის ხალხი უნდა უძახო ამას? არა. ტრები ხართ თქვენ ჩემი ქვეყნის, ვინც ამას აკეთებთ. და ვინც იმას კადრულობს, პროპაგანდაში ემსახუროს საპატრიარქოს დღეს, ავრცელოს მისი ნარატივები და როგორ ნარატივებს ავრცელებთ თქვენ, როგორ ნარატივებს ვიღაცა ბექავარდოსანიძესო იმას რაღაცას ეუბნებოდაო და რო შეხედო ამგეს როგორია იცი დღეს საპატრიარქოს კუზაოდან აშუქებდა საპატრიარქოს აქციებს ეს მეტრაკე ვარდოსანიძე და მერე გამოდგა საპატრიარქოს დაუწყო გინება და უყურებს ამ ხალხი ამ საზოგადოების ფართომასა ასეთ ცვალებადობას, ასეთ სხვადასხვა შეხედულებებს გაყოფილს აი ამათ ბრძოლებს უყურებს და რა თქმა უნდა დაბნეულია და ესენი ცდილობენ რომ ამ ბურუსში იშოვონ დაიჭირონ თევზი და მაგალითს ბევრს მოგიყვანენ ცოდვას ბევრს გეტყვი ჩვენ ცოდვას ვებრძვით და ჩვენ ამას ვებრძვით და ქრისტე ასე იქცეოდა და ქრისტეს მოსწავლე იუდა იყო და მე ქრისტე ხო არ არის დამნაშავე კიდე ერთხელ ვიმეორებ ქრისტეს მოსწავლე იყო იუდა მაგრამ ქრისტე იუდა არ ყოფილა და სიძულვა სიყვარული არასდროს არ ყოფილა და ეშმაკი ღმერთი არასდროს არ გამხდარა. აი ეს არის თქვენი პასუხი. ამას გეტყვით ყოველთვის. ვიცი რომ ვერ მიტანთ, ვიცი რომ გეზიზღებით, ვიცი რომ ბევრი რამე გაგიკეთებიათ ჩემს წინააღმდეგ, ჩემი თავდას, ჩემზე თავდასხმაც იზორიასთან ერთად მოწყობილია საპატრიარქოსი და ვიცი მე ეს ყველაფერი. თქვენ ნახართ ჩვეულებრივი კაცის მკვლელები, დამჭერები და გამოუბედურებლები და მე კიდე ვიძიებ ამ საქმეს. აგერა მაქვს უშიშროების მასალები და მე ვიცი თქვენ ადამიანების წინააღმდეგ ვინც სიმართლეს ლაპარაკობს, რა საქმეში ხართ გარეულები. და მე კიდევ ერთხელ გეტყვით. მე საზოგადოებისთვის დახმარება არასოდეს არ მithოვია. მე არასოდეს არ მithოვია საზოგადოების დახმარება, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ამათი ტრაკის თამაშები რო დამთავრდეს 1000 წიგნები იბეჭდება დღეს, რა ვიცი, ხო იბეჭდება 1000 პროჭები ყავს, თინახი დაშელს თავისი სტამბა ყავს, დედამოწყლულ ბერძენიშვილის თავისი სტამბა აქვს, იქ რა ვიცი, ბავშვებში რო 1000 სოდომიტური ცოდვა გაავრცელონ თავისი სტამბა აქვს, აგერ მაკდონალდსებში ცალკეში აქვს გარყვნილება და მთელი რაღაცეები და საპატრიარქოს კიდე თავისი ის აქვს, სტამბები, სადაც ღმერთის სახელით თავისი სისულელეებს აკეთებს. ხო შეიძლება საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია რა იწერებოდა უშიშროებაში პატაკების სახით და რა ინფორმაციებია ნაგროვები და დავწეროთ ეს ყველაფერი და მივაწოდოთ და დაუბეჭდოთ და მივაწოდოთ როგორც წიგნი კაცო და გადაშალოს ქართველმა კაცმა ეს და წაიკითხოს რა მდგომარეობაში იმყოფება აი ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ დედა მოგეთყნათ საბოლოოდ ეს ხო არ არის დავით ნემსაძის რაღაცა მემუარები, ეს ხო არ არის დავით ნემსაძის შეხედულებები, ეს ხო არ არის დავით ნემსაძის იდეები, ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს მთელი ერი და სასულიერო ცხოვრება ცხოვრობს. და გაიგოს ერმა, უნდა გაიგოს ერმა იმისთვის, რომ ქვეყანაში დადგეს თანამედროვე რუის ურბნისი ერი უნდა გახდეს მსაჯული ამათი. თორე ჯერ რო ბერი ერყნება, მერე ნადგურდება ერი, თორე ერი რო ნადგურდებოდეს და მერე ბერი ესე არასდროს არ ყოფილა. აი ესე უნდა დაიბეჭდოს, ეს ყველაფერი უნდა დაიბეჭდოს და უნდა მიეცეს საზოგადოების ფართო მასებს სანახავად. რა მდგომარეობაში იმყოფებიან და რას აკეთებენ ეს ნაძირლები ესენი. რამდენი მხვდელია რო გაშლი თავისი სურათებით როა მოცემული და ვინ რას აკეთებს, როგორ აკეთებს. რითი არის დაკავებული, რა ქონებებს ესენი ფლობენ, რა ურთიერთობები აქვთ ერთმანეთში, რა სასიყვარულო დამოკიდებულებები აქვთ მრევლთან. და უნდა დადგეს მერე დიდი ჯულის კანონი და ამ დიდ რჯულის კანონთან უნდა დაიწყოს ლაპარაკი, რამდენად მისაღები არის ეს ასეთი ცოდვა, რო საზოგადოების და სულის სათავეში მდგომარეობდეს და ვიღაცამ სასულიერო პირებიდან უნდა აიღოს კისერზე ის, რომ დაუდგეს ამათ მსაჯულად და ხელიდან გამოგლიჯოს ქრისტეს მწვალებლებს, რომლებსაც მიზნად უდევთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გაყოფა. თქვენ არიცით იქ რა ხდება, იქ რაზე მიდის ლაპარაკი. ეს არის ბრძოლა ქართულ რელიგიასთან, ქართულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან.
ამათ უნდა დაყონ ქართული ეკლესია, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც საბერძნეთში არის დაყოფილი. სხვადასხვა მე არ ვეხები არც ერთ მართლმადიდებლურ მიმართულებას და არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. არ მინდა, მაგრამ ამათი ინტერესია ასეთი. ამ უღმერთოების, ამ ხელისუფლების მოყარეების. ამათ უნდათ რომ ესე დაჯიჯგუნა მოხდეს ამისი კაცო. რა მოხდა? ისე სინამდვილეში ორი რაღაცა განსაზღვრავს ერის სულიერ სარკეს. ეს არის ქართული საპატრიარქო და სულიერი სამყარო რა მდგომარეობაში და ქართული ჯარი. ეს არის ერის სულიერი მდგომარეობა. ჯარი გარყვნილი, მომსპარი, გაუბედურებული, სულში ჩაფურთხებული, ამდენი ვეტერანი შეურაცხყოფილი, განდევნილი ქვეყნიდან, ზოგი მკვდარი შიმშილით, გაუბედურებული, გალოთებული და განადგურებული, ეს ასეა ეს რეალობა და მკვლელი, პუტჩისტი, ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსი ნაძირალა, ცუდიშვილის გამზდელი, კობაია კობალაძე, რომელიც სვიად გამსახურდიას ტყვიას ესროდა და მისი მეგობრები საპატრიარქოში აგერ მამა შალიკო, მისი პირველი მეგობარი ეს ნაძირალა და დანარჩენი ესენი ციალინდის კლანი. აი ეს არის რეალობა. არ დამეზარება თქვენი აი ცეცხლში გატარება არასდროს. თქვენ რუსების ნაძირლებო. თქვენ აი რუსეთს ჩამოკიდებულო ჩვეულებრივ ბოზებო ბიჭო. თქვენ ღმერთთან რა ხელი გაქვთ. დღეს და არა მარტო რუსეთს სხვადასხვის. ცოდვას ვერ ვიტყვი. იქ ბევრის თაყვანისმცემლები ხარ თქვენ. მაგრამ განსაკუთრებით აი ეს მიმართულება, რომელიც ახლა დაკავებულია საპატრიარქოს სენტიმენტების აზელვით, ყველა არის რუსეთში მომნათლული სპეცსამსახურების ბოზი. და ესენი ვინც არიან, აი ეს ეგრეთ წოდებული მორგოშია თაყვანისმცემლები, ესენი არიან ტიპები, იმას ჩვენ რომ მომობდით და ბრძოლობდით და სისხლი გაგვდიოდა ვენებიდან და ჩემი ნათესავები ჯერ აფხაზეთის ომში კვდებოდნენ, მერე ცხინვალში, ხო ესენი გულაობდნენ ჩვეულებრივად და ეს გამოყლებებული ვიღაცა შალიკოს რო ყავს გამოშვებული, რო კითხო, წვერები აქვს კაც და რა ვიცი რო შეხედავ ჩამოყალიბებული ადამიანია. თავის წარსულზე ილაბარაკოს. თავის წარსულზე ილაბარაკოს, მე რა გინდა რომ მაგინებ, შეგამოსირებულო შენ. რო გამოდი შენი ტრაკიდან ილაბარაკე რა, შენი გადმოსახედიდან ილაბარაკე. მე ბიძია შენ ხელა რო ვიყავი, მე სამხედრო სკოლა მქონდა ჯემ დამთავრებული, მე სამხედრო კათედრა მქონდა დამთავრებული, მე სამხედრო აკადემია მქონდა დამთავრებული, მე ომში ვიყავი ამ ქვეყნის გულისთვის, როგორც შემეძლო, როგორც დამავალეს. ჩემი ქვეყნიდან რაც იყო საჭირო მე იქ ტრაკერავისთვის არ მიმიცია რა და მე 1000 უბედურების მერე და 1000 როზგის მერე იძულებული გამხადეს საჯაროდ მილაბარაკე. შენ ვინ ჩემი ხლე ხარ, რა გაგიკეთებია? შენ ვიღაცა შალიკოს ტრაქში შემძვრალო სირო შენ გონია ლამაზად დაგილაბარაკები? მე მაგ ჩემი წარსული რომლის უგან მოხედვის ამცხვენია, ბიძია, გინებას დამიწყებ. არა შეგაქებ, ბიჭო, გვირგვინს დაგადებ თავზე. და ლაივს ჩაგირთავ და დაგელაპარაკები. ვიღაცა რო რაღაცის ღირსად ცნო, უნდა გახადო შენი დუელის წევრი, შენი აზრების თანაზიარობის წევრი. და ვინ უნდა ვისთან უნდა ვილაპარაკო? კაცის კაცთან უნდა ვილაპარაკო? თქვენ გარყვნილებო იმითი რა ქვია, ხელისუფლებით და თქვენ გაყროლებულო სუნი აგდით, ბიჭო. სუნი აგდით, ისეთი ჩაძირულები ხართ. და რა გაგიკეთებიათ ამ ხნის მანძილზე, რატო არ მიდიხართ კობახიძის სახლთან? რატო არ მიდიხართ, რატო არ გამოგაქვთ ჯვარი? თავარი საკათედრო ტაძრიდან და რატო არ იწყებთ ქვეყნის განმანთავისუფლებლობისთვის მისიონერობას და ბრძოლას? რა დაგიშალათ ვინმე? თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოღალატეები ერის. და ლამაზად ტონის შერჩევა გინდათ, ლამაზად თქვენი დედა შევეცი რა, ლამაზად. თუ მე ჩემ თავზე გამოვცადე, თქვენ არც ერთ იმაზე არ იდექით რა, არც ერთ ბარიერზე არ იდექით, როცა ერთ სჭირდებოდა და საზოგადოებას სჭირდებოდა რა. თქვენ ბიჭო საკუთარი ჯიპის ბენზინებში გაყიდეთ დავით გარეჯი. თქვენ ყანდურებო თქვენ. და შეგირჩიო ტონი, რომ ლამაზად გიდა, მე ტონს არ შეგირჩევ. კატოკით გადაგივლით თავზე აქედან. თქვენ აძირლებო თქვენ.
ციანიდის კლანი ხართ, ციანიდის კლანი ხართ. და მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენმა ესეთმა ნიჰილისტურმა მიდგომებმა წარმოშვეს ქვეყანაში ისეთი სამღვდელოება, როგორიც არის მამა პეტრე, ამის პეტრე იმი და დომინიკო მანგოს მადარებს მე ეს დედამოწყნული ვიღაცა, გამოსირებული ტრაკის მოვოკველი, რა ქვია. ჯერ რა უნდა ველაპარაკო, ახლა საზოგადოების ფართო მასამ არ იცის ეს რა. როდესაც ძალიან მოკლე იმას გეტყვით ფაქტს, რომელიც ფართო მასამ არ იცის. ეს დომენიკ მანგო ამან ტრაკის თამაში რო დაიწყო, პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა გერმანიაში მოთხოვნილი და ეს მორგოშიები და ესენი ვითომ ფულს იხდიდნენ, დაედგინათ დომენიკ მანგოს საცხოვრებელი სად იყო გერმანიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვერავინ ეს ვერ გაიგო და ვერ გააკეთა. და მაშინ ამ გამოსირებულმა რამარაკაცმა ამ მანგო წოდებულმა ჩვეულებრივი იურია ეს ეგ ისეთი ტიპია რომ საკუთარ დედას გაყიდის ფულზე ახლა ამასთან დაკავშირებით აგერ მიდევს დოსიე და მაშინ იძულებული გავხდი რომ გერმანიის საელჩოს მიუმართე ჩვეულებრივ მიმართე ოფიციალური წერილით ჩვენი ბიჭები იყვნენ გერმანიის სარდლობის დაქვემდებარებაში ავღანეთში და მიუმართე რომ ნუ ახდენს ძალიან ცუდ რაღაცას ეს ყველაფერი ხდება თქვენი მიწებიდან და თუ რა თქმა უნდა იმას ქვეყანაში არ დააბრუნებთ მაშინ ეს ყველაფერი იქნება გაგებული როგორც თქვენი ჩარევა ჩვენი ერის კულტურის წინააღმდეგ და ამას მოყვება ძალიან სერიოზული დაპირისპირება თუნდაც იმ დანაყოფებში მეთქი რაც ხდება ავღანეთში და არის თქვენი სარდლობის ქვეშ გერმანიის ხელისუფლება ამაში შეხედა რისკი თავისი ეროვნული ინტერესების და ეს დედამოწყნული ერთ კვირაში დასვეს თბილისში. ეს დომენიკო მანგო. აგერა მაქვს მთელი ინფორმაცია და ოფიციალური მიმოწერის დოკუმენტები. აგერა მაქვს წამოღებული ემიგრაციაში. რო ჩამოვიდა ეს დომენიკო მანგო კლევერ მოჭამა ვერავინ ძირში ამ ყანდურების ტრაკის მნოყველებმა მორგოშიებმა და ენგენმა დღესაც არის იქ გარანტიები აქვს მიღებული დღევანდელი ხელისუფლებიდან და იქცევა ისე როგორც ვინც იბრძვის ნამდვილად ეკლესიის წინააღმდეგ და ვინც იბრძვის ქართული სარწმუნოების წინააღმდეგ თითი ვერ დაადო ვერც ერთმა წარმომადგენელმა დაწყებულმა იმიდან რა ქვია საპატრიარქოს იერარქებიდან დამთავრებული ხელისუფლების იერარქებიდან და მისი ხელისბიჭებიდან რატო იცით არ იყო მაგისნება და მაგიტო და დომენიკო მანგოსნაირ ტიპებს ვინმე თუ არ უთხრა როგორ მოიქცეს შეიძლება ტუალეტში ეჯმებოდეს და ვერ მოიჭვას ეს არის სიმართლე ახლა რითი გაირჩევა ასე რომ შევაბრუნოთ ძალიან მარტივი მოცემულობით აი ეს როჟები რომლებიც საპატრიარქოს დავალებით ვახტანგ გორგასლის ძეგლის ქვევით ლაივებს გვიძღვნიან აქ ემიგრაციაში წამოსულ ხალხს და რატოა მათზე უარესი ვიღაცა დომინიკო მანგო რომელიც აგერ საჯაროდ მაინც აკეთებს იმას რა ქვია ვითომ ბრჭყალებში ჰუმანიტარულ აქციებს. ნუ ის რასაც აკეთებს კიდე ცალკე პრობლემაა და მაგაზე ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ ესენი ეს ღმერთის სახელით მოლაპარაკესირები ესენი რა უღმერთო ნაძირლები ესენი ბიჭო ესენი ამათმა დაიწყეს რა იმ ძველი პლასტინკის შემოტრიალება აგერ უაკეთებდნენ 2018-2019 წელს თქვენ არ იცით მე შეიძლება რაზე ვლაპარაკობ მაგრამ ნუ ახლა ფაქტია რა ეს არის რეალობა და საქართველოს უახლესი ისტორიის ის მონაკვეთი კიდევ ერთხელ ვიტყვი და ამბობდი და გამეორდები ამას რომელიც ეხება ეროვნული ხელისუფლების დამხობას და საპატრიარქოში ჩანერგილ ბოროტ ძალებს და მათ მიერ გაправებას ქართველი ერის სისხლის ღვრისა შეფასებული არ არის ეს აუცილებლად უნდა შეფასდეს და ეს აუცილებლად შეფასდება რადონის გავლენის აგენტიც არ უნდა ყავდეს საპატრიარქოს საზოგადოებრივ მაუწყებლებში თუ სხვაგან თუ სამთავრობო აღმასრულებელ თუ სასამართლო ხელისუფლებაში ეს აუცილებლად მოხდება ქართველმა ერმა ზვიად გამსახურდიას უკვე დაარქვა თავის სახელი და მერაბ კოსტავას და მათ ღვაწლს და თქვენც დაგარქმევთ თავის სახელს უახლოეს მომავალში თქვენ რომელიც კიტოვანს უправებდით და აჯილდოებდით და ახალაიას აჯილდოებდით და იქ კიდე ის ბანდიტი და ქურდი რო იყო ჯაბა იოსელიანი იმან სხვადასხვა ერთი რაც გააკეთა დაწერა ის მესამე განზომილება და დაგარქვათ ბევრს თქვენი სახელი და დარწმუნებული ვარ იმ მესამე განზომილების გარდა არსებობს ისეთი მასალები რომლებიც მოგეხმარება თქვენი სახელის ქუდის იმ დონეზე მოწმაში რომ
დაგადგეთ თავზე ის ეკლის გვირგვინი, რაც უნდა დაგადგათ ერმა, თქვენ ნაძირლებო, თქვენ. ამ ყველაფრის მერე ვიღაცა ჩვეულებრივ ადამიანს და ჩინოვნიკს გაასამართლებენ ქრთამის გულისთვის და ჯერ კაცი არ მეგულება ამ ქვეყანაში გასამართლებული იყოს სახელმწიფოებრივი იმისთვის, ნაბიჯებისთვის, მაგრამ თუ ვინმე არის გასასამართლებელი ღმერთის, კაცის და ერის წინაშე, აი ზუსტად ესეთი ტიპები არიან გასასამართლებელი რა. ბოდიში და წუთი არ ვიცი ახლა აგინებენ მე კიდევ ერთხელ ჩემი თვითმიზანი ვინმეს დამცირება არ არის, მაგრამ მე ჩემ ლოგიკას ტრებთან მიმართებაში არ შევცვლი რა. ტრებთან მიმართებაში მე ჩემ ლოგიკას მე არ დავდგები აქედან და ჰაგიოგრაფიული ენით არ დავუწყებ ლაპარაკს იმას რა ქვია ჯაღმაიძის ტრაკის მლოკველს. ჯაღმაიძის ტრაკის მლოკველს ქვია ჯაღმაიძის ტრაკის მლოკველი და წერტილი რა. თუქსუსი ქვია ძველ ქართულად მაგას. თუ გინდა ასე დაგიძახებთ, რა ვიცი, თუ მანდა მაინც ასეთი სურვილი გაქვს. რა ვიცი, ხა ბევრი მე ვერ ვპასუხებ, ბოდიში ვიხდი აქ უამრავი ადამიანია და ვერ ვპასუხობთ რა. და ყველას ვერც უპასუხებ, მე რა თქმა უნდა აქ იმაში რა ქვია, შეკითხვებში, მაგრამ ჩემი პოზიციები მე ვფიქრობ, რომ გულახდილად დავაფიქსირე და არჩენს კიდე გამოვხატავ რა. გამოვხატავ დროებით და როგორ იქნება ეს. აი წერენ მე კიდევ ერთხელ ვამბობ რა, აი გამარჯობათ რუსეთიდან ვარ, მაგრამ თბილისში საქართველოში დავიბადე. მე ჩემო კარგო ადამიანო, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ დავით აღმაშენებლის ეპოქაში ქართული ერი და საერთოდ ზოგადად არა მარტო დავით აღმაშენებლის ეპოქაში, ზოგადად მრავალ ნაციონალური საზოგადოება ვართ ჩვენ საქართველოს მაცხოვრებლები და ძლიერები ქართველები მაშინ ვიყავით, როდესაც აი დავით აღმაშენებლის ეპოქაში ნაციონალურ განსხვავებებს არ უყურებდნენ თუ სახელმწიფოებრივი აზროვნება იყო. აი ეს არის ყველაზე სერიოზული აღქმა და ტოლერანტიზმი საქართველოში და შემწყნარებლობა აღმაშენებლის დროს რო იყო. კაცი წმინდანათაა ხო შერაცხული 300 წელი მალავდნენ მის სახელს ინდონეზია არ უყვარდათ ეს კაცი გეუბნებით, იმიტომ რომ ყველას არქმევდა თავის სახელებს ეკლესიაშიც და საზოგადოებაშიც. ტრებს ეკლესიასა და საზოგადოებაში თითქმის ერთნაირად ექცეოდა. და ნუ ასეა, მაშინ ჭყონდიდელი იყო და ჭყონდიდელის ჭკვიანური პოლიტიკით მეფის გააზრებით ხო საქართველო გაძლიერდა, იმიტომ საჭიროა რკინის ხელი, საჭიროა რომ ეშმაკმა იქ არ შეაღწიოს, სადაც უფლის სულიერი ტაძარია და ტაძარი არის დედამიწაზე და კიდევ ამბობ ეკლესია არის, არა ხარ თქვენ ეკლესია. მე ახლა ბევრს არ გავაგრძელებ, ისედაც დიდზე გამიგზელდა, ჩემი სურვილი იქნება რომ ბევრ მანახოს ეს გადაცემა და თქვენ ხმას დავინახავ ამოღებულს, თქვენ ბიჭო ყველაზე მძიმე ნარკოტიკით მოვაჭრი ადამიანები ხართ, თქვენ ყანდურებო, თქვენ საზიზღრებო, თქვენ ხმას დავინახავ ამოღებულს, მე აგერა მაგის მასალები სათითაოდ გადავშლი ამ ყველაფერს. მე ახლა იმას კი არ დავიწყებ, რა ქვია, აქ ვიღაცა ლაივების ჩართვას და გადავშლი ამ მასალებს, აი აქ და დავიწყებ კითხვას. უშიშროების მასალების კითხვას დავიწყებ, რამდენი ხანიც არ უნდა მოუნდეს ამას. და მასალა ბევრია, გეუბნებით, რამოდენიმე 100 ევრო დამჭირდა, ეს ფურცლები რო ამომეღო ყველა. 3000 ფურცელზე მეტია. 3000 ფურცელზე მეტია დავიწყებ კითხვას თუ რა გაქვთ ჩადენილი ღმერთის და ქართველი ერის წინაშე. ერთადერთი მიზეზი, რაზეც თავზე ვიკავებ ჯერჯერობით არის ის, რომ როგორ მოვითანო ეს საზოგადოებამდე. რო არ დავაზიანო ამ საწოდავი ერის ისედაც განადგურებული ფსიქიკა. და ვიღაცა გამოყლევებული მეუნება, რომ რაღაცა დონის ის ამას გაგებული და ჩემ ინფორმაციებს ვამატებ. ნეტავი არ ვიცოდე რა ხართ და რანი ხართ და საიდან მოდიხართ ან საით მიდიხართ.